ვაგზელე ფულიშოვნა შეტია ხუჩი და აი ვინც ეს გააკეთა, ხალხო გპირდებით რომ წარრეთ ვაზღვინებ ყველაფერს. არ ვიცით ეს ვინ გააკეთა და წინა ვიდეოს ვინც უყურეთ კარგად გეცოდნებათ რომ ვიღაცებმა არა კარტელის ხალხმა. აი აქ ვიღაცის გვამები დადეს და ზედ დააწერეს მომდევნო CG იქნება. თავხედები ბიჭო ქართული წარწერით თო? რა წერია იქ? მამე ჩვენ აქ ცოტა ეს იყო ძალიან შტორმი რო ჩამოვედით გუშინდელ ვიდეოში და კარტელ დელ და იქ რა გაწერი არ ვიცი. ბიჭო გადაობს საცოდავებითო CG კაი ჯანდაბას რა ანუ CG ცოცხალი იქნება დიდი ალბათობით იმიტომ რომ შემდეგი CG იქნება უწერია მაგრამ ამ ხალხს ბიჭო ოჯახი არ ყავდა? ხალხო დაალაიქეთ ეს ვიდეო, გამოიწერეთ არხი და დაიჭერეთ subscribe ხალხს უეჭვაზე უეჭველი რომ CG-თვის ყველაფერი გავაკეთო და მარტო ამ ორი ადამიანისთვის ვიზიო ჩური რა. ცოდოები რა. არ ვიცი მართლა, არ ვიცი რა ვთქვა, რა ქვია ამ საქციელს თქვენ ნუ დაწერეთ რა. სადიზმი, ძმაო, სადიზმი. კაი ბიჭებო, ესენი მე სანმე გავიყვანოთ, დავასაფლავოთ და წამოაბა ერთი დაბლა საცავში ჩავიდეთ, იმედია იქიდან არაფერი არ აუღიეთ, მაგრამ აქ აშკარად ვიღაცები იყვნენ ბიჭო ჩამოსულები, იმიტომ რომ ამას ესე ხوارდადებდნენ. დაიძეკას კამერები არ არის? მამეთ ბიჭო, კამერები კი არ შემიმჩნევია თო. არის კამერები თო. კამერები არის ღადაო? ბიჭო მაგის ხო ვეჭველი გავიგებს, მაშინ ვინ იყო რა, მაგიდან მივაგნებთ იმას, ვინც ესენი აქ დატოვა. ანუ CG-ზე იმ ტიპა ყველაფერი რა. მაგისთვის ასევე ფული არ არის აშკარად მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ ის რო ჯილდო გვაქვს ხო 50 მილიონი დაწესებული და მაგას არ ჩნდება. და აქ მოვიდეს იმი დადო. ვინ არის ესეთი თო? ან კამერების საიდან გავიგოთ? აი კამერების პაროლი საიდან გავიგოთ თო? ავგუსტინი მკვდარია. ავგუსტინის დაცვის უფროსი დაცვა და ყველა მკვდარია. მაგიშვილები არიან მარტო გადარჩენილები. ეხლა მაგიშვილებს რო ეს უთხრათ ხო იცი არ გამოვა რა. მაგიშვილებს დღეს თუ არა ხვალ მაინც მოგიწევს ყველაფრის თქმა. კაი, წამო ჩავიდეთ და კამერების შესახებ გავიგებთ. არა, ბიჭო, CG-ზე უეჭველი სერიოზული ამბები აწყდება და ეს თო ეხლა ვეუყონოთ 10000 ლაიქს რო ხვალვე დაიდოს მომდენო ვიდეო და საიდან იყო ბიჭო ის დაბლა ჩასვლელი აქედან? მაგედან ხომ გონი? დიდი სახლია, აჰა, всё, აგერ აქედან. იმედია მოგ განზეულობა აქ არის, მაგრამ ფაქტია ვიღაცა ბიჭო აქ არის, ან იყო რა, რომელმაც ეს გააკეთა აქ. კონსოლი გვაქვს კარგად დასათვალიერებელი და ძალიან დავსველდი. რა კაია ცოტა ჩახუთულობა. აუ აქ რა ეს იგრილია. არა კი განცი აქ არის, ეს ირმის რქები რაღაცა რა ვიცი, ეს ვის ნახატია, ვანკოგი რავი აგდევს. მაგრამ რითი წავიღოთ? რატ ყველა ჩამოვიყვანეთ ის ტრეილერები თო, ყველაფერი აქ არის ვაფშე, აი ოქრო რაღაც ეს აქ იარაღები, რავი, გაიგე აქ 1 მილიარდის განძი მაინც იქნება რა, მე თუ მკითხავთ. ეხლა მილიარდი ვერა, მაგრამ ცოტა არ არის რა. ბიჭებო, მოკლედ ეხლა იცი რა ვქნათ? აბა. მოკლედ ესენი თქვენზე ვით აიტანეთ. მე წავალ და ტრეილერს მოვიყვან და დავტვირთო ტრეილერი, ხო მაინც დასტვირთი გვაქვს რა? მართალი ხარ პრინციპში მეში გაეჭერით, ჩვენ ამებზე ვით დავალაგებ და მე მივხედოთ რა. კაი, მაშინ აიტანეთ ესენი თქვენ და მოვალ რა მე. დავაი დროებით. ნახე აქაც რამდენი განძი არა, შეიძლება მილიარდს დაარტყას თო. და ხო, ესენი გადაყარეთ რა. რა დაი ეს, ანუ ეს არაფერში არ ჯება, მორალი არაფერი არ გააჩნდა ამ ხალხს იმენა რა. ყველაფერი გადაყარეთ რაღაცა ესეთი რაც შეეხება რა. კაი ძმაო, მაგის ფული ჩვენ არ გვჭირდება. არა ძმაო, ვინც მაგის ფულს ხალხს მოკიდებს, მე მაგის კიდე თამაშიც და იქაც კიდე რეალურ ცხოვრებაში რა. დავაი, წავედით. ნუ წავედით რა, მამე, წავედით და პრინციპში აქ ვიხარ ცელისი აყენი. აი კი, ბარი ცელისი წავალ რა. მეზარება მეშვიდე სერიის სიარული და როგორ შემეცოდა ის ორი ტიპი თო, მოკლედ რა. და ხო, CS:GO ფასზე ვახ. არ მინდა ძმა ეს რადიო. აუცილებლად გაიარეთ რეგისტრაცია რომ მიიღოთ ერთი უფასო кейსი სანამ აქცია არის. ვიდეოს სპონსორია CS:GO Fast, რომელიც არის Counter-ის case opening-ის ერთ-ერთი ყველაზე ძველი და სანდო საიტი და სხვათა შორის ეს კომპანია GTA 5 არის ჩვენი და ერთზამი. ვახ შენი. უფასო სკინი ხوار უნდა აქვთ იმის სხვათა შორის, შეგიძლიათ გადახვიდეთ აღზარა შემდებარე ლინკზე, გაიაროთ რეგისტრაცია ჩემი პრომოკოდით AMIGO-ZARKU და მიიღოთ პლუს ერთი кейსი რენდომად უფასო, ანუ სადაც შეიძლება ნებისმიერი ფასის სკინები ამოგივიდეთ, ამიტომ გადადეთ აღზარაში მდებარე ლინკ. გადაით მაგაეთი აქიდან, მოდი ამათ გვერდია ვარო ესე ვთხილა და წავედით. დავაი, ერთი სანოსი მიდი. არა, ეს მანქანა არის ჩემი ძმაო რა, ნახი რა სტატის. თამთლიანი კონსოლი ჩვენია უკესო, რაც გინდა აკეთე, მიდი კონსოლზე, სულო, გულო, რაც გაგიხარდება. ვინრე რამეს გეტყვის თუ რა, მაგრამ აქ დაცოკოს მალე საშუნდიტო. აქ რა არის, პატარა თვითფრინავები. ამიტომ ცელისი წასვლა, სამი თქვა წასულიყავ. დავაგდე მოდი ამ ცელეს აგერ და ამას გავტესტავ, იმიტომ რომ ეს მაინტერესებს როგორ დადის და აქ ვინ მირეკავს ახლა თო. გისმენთ? ფრანგლინ, როგორ ახარ? რომელი ხარ? მაიკლი ვარ, ბიჭო, მაიკლი. კარგად, მაიკლ. თავად როგორ ახარ? ვიცი როგორ ვიხები. ნახეთ ის თქვენი ძმაკაცი? არა, ჯერ კიდევ ვეძებთ, გაიგე შენც? გავიგე რა და
ისა ფრანკლი შენი ნახომიდა რა. რა ხდება ხო შეიძლება არ შეგაწუხა. ჯერ რაღაცა პრობლემები მაქვს და მეთქი ნახავ რაღაცა ველაპარაკებით ხო. კაი, მე დღეს არ ვიცი ნახავ თუ არა, მაგრამ მოვალ რა უეჭველი. გთხოვდა შეიძლება დღეს ვერა, იმიტომ რომ ძალიან სასწრაფოა რა. და რა თემა ეგეთი ვერ მეყვი ტელეფონზე? ვერა, აუცილებლად შენ უნდა მოხვიდე რა. კაი, იტუქში მაშინ მე დღეს ჩამოვალ, მაგრამ ბიჭო მე ჩემი პრობლემები მაქვს რა, თუ რამე სერიოზული არ არის, ჩამომიყვან რა. არა, ეხლა მაგის გამო შეგაწუხები რა. კაი, ჩამოვალ დღეს ვეგნახავ. კაი, მირით მახარ. რა უნდა ეხლა ამას კაი კიდე რა. რა პრობლემა ამას აქვს ეხლა ამ ხელ მილიონერი კაცია და დავაი წავით აბა. წადი ძმა, მიდი, აფრინდი. მიდი ძმა მოგეშენი აფრინდი. აუ ეს რა, კაი რაღაცაა თო. ვახ ეს. როცა გადაფრინავს? ერთი ზღვას გადავალო თვალი. აქ ხო დაბლეის, მაინები და რაღაცები იყო. კი, აქ დაბლა რაღაცები იყო და ეგენი მე დასათვალიერებელი გვაქვს, იმიტომ რომ შეიძლება კატერებით რო შემოვალთ აფეთქდეს და მაგათი განეიტრალების კოდები და რაღაცები კიდე არ ვიცით. ეს პატარა თვითმფრინავი ბიჭო რა კაი აგერ სახლიდან და აეროპორტამდე მიხვალ რა მანქანით რო არ ვიარო მშვენიერი რა. ამას გამოვიყენებ ხოლმე რაციდან დაწერეთ კომენტარებში როგორი იდეაა. წესთ კაი. ჩვენი რაღაცა პატარა თვითმფრინავი არის, აი A პუნქტიდან B პუნქტამდე მიხვალ ხა ტარება ვიცით ხა თვითმფრინავის. ვახ, ჩვენი თვითმფრინავი რატო შემოტრიალებული? დიდი ალბათობით რაღაცამ გაჭედა. კი, გაჭედა ალბათ რაღაცა, იმიტომ რომ ეს თვითმფრინავი ესე არ უნდა იყოს აქ. ჩვენ აშკარად სხვანაირად დავაყენეთ გუშინ და ვახ! რა ჯანდება მოხდა თო? ფრანკლი როგორ გადარჩი არ ვიცი ძმაო, მაგრამ მე მეგონა გავიტანდით ამას. ხადაო, შენი გარუჩი რა. შევიდეობა შეგნით. რა ჭირს აქ თვითმფრინავს თო? რანაირად გაჭედა ესე კი, მაგრამ. აჰა, როგორც წინს გარედან, შორიდან რაღაც ტექსტურებს ქონდა გაჭედილი, მაგრამ it's okay, მშვენივრად გასაგერ ჩვენი თვითმფრინავი ეს ურალი, ურალი მომენტი ხარ გჭირდება, ამან წავიყვან, რომ ამანში ჩავცალო თუ ურალი იყოს. არა, ურალს წავიყვან და ურალში ჩასვლა ჯობია ხა რაღაცების, იმიტომ რომ რამე ამანში ესენი ვერ ეტებიან და ამით წავალ რა. თუ ეს იყოს, მოდი ჯობია იყოს ეს რა, ამით წავიღებ. შევაგდებ ჩიგნით და რა ჩაეტევა რა. დავაი წავედით. თან რო რამე და მეორეს წამოვიყვან აქეთ კი არა და მოვალ. ამასაც წავიყვან და ამასაც ჩავტვეთ მოკლედ. არ არის პრობლემა რა. ნეტა მეტი პრობლემა არ ქონდეს ახლა ჩვენ ამ ეპიზოდებში და არ მინდა არაფერი და სიჯი უნდა ვიპოვოთ უეჭველი ალბათ ხვალან ზეკინდელ ეპიზოდში უეჭველი ვიპოვი ეს ვიდეო დღესვე 10000 ლაიქზე თვავა და აუცილებლად დააჭერეთ ლაიქ და subscribe-ს, subscribe-ს პირველ რიგში რომ არაფერი არ გამოგრჩეთ რა. დავაი გაიღე ძმა კარი, ეს კაი აქ სენსორებზე რო აყენე აქედან გადიხარ ჩავალებრივად. გაიღე, მიდი. დროს. აბა აქ თებში თვავა ეს. mini off-road-ი. კი ძმაო, რას არაო, ყველგან მიდის ნახე. აი, პროსტა არ არსებობს დაბრკოლება, რომელსაც ეს მანქანა არ გამომკლავდება. ამაში ხედით. ადი ძმა. წავიდა. მიდი. ვახ, ვერა, მიდი, წავიდა 1 2 3, go. გარი ავიდა საღოლი მენა, გიჟი მანქანაა რა. აქ რა ხდება თო? ეს ვისი სასაფლაოა? ამ კონტროლი სასაფლაოებიც არის, ეს არ ვიცოდი. ეს ვისი სასაფლაოა თო? არ ვიცი, ალბათ რავი აქ ვინც გარდაიცვალა ეგენი დამარხე, ეს რა ვიცი, რას გაიგებ. რა ამ კონტროლზე ძალიან ბევრი რაღაცა აქვს კიდე აღმოსაჩენი, აქ რაღაც ახალი საფლავები. აქაც ეს რაღაც, კაი ჯანდაბას რა წავედით რა, არ გვეხება ეს ყველაფერი ჩვენ, ძველი გაკეთებული აშკარად ახალი არაფერი არ არის, ამიტომ შვიდად უნდა ვიყოთ, მაგრამ ეს კონსოლი კიდევ ბევრ რაღაცას მალავს ჩემი აზრით და დაწერეთ კომენტარებში თქვენი აზრით რა შეიძლება ამ კონსოლზე ხდებოდეს, რა შეიძლება იყოს დამალული და ეს კონსოლი უბრალოდ არ ამგონია რომ მხოლოდ აუგუსტინის რაღაც სამფლობელო და თავშესაფარი ყოფილიყო რა. უფრო სხვა დატვირთო მგონი ამას ხონდეს. ოკეი, ჯანდაბას მოვიყვანოთ ახლა ეს ჩვენი პირველი მანისტრა. ვახ, შემოვასრიალეთ ჩვენს აი ავანგრია ყველაფერი რასაც ქვია რა, ჩვენს ტერიტორიაზე დავაყენოთ აქ და აჰა, ეს გვამები გაიყვანეს ბიჭებმა აქედან. როგორ ჩანს რა დავრეკობა ერთი. რა შვებით? ბიჭო, მაგრამ ესენი ამოვზიდეთ რა რაღაცების ზევით რაღაცა გვამებიც გავიტანე და მოიყვანე მანქანა. ხო, მოვიყვანე, საწაიყვანეთ ეგ საცოდავები. ვიცი იქით რაღაც მიწას ნახულობ და ჩავმარხობთ რა, მაგალითად რომ დაიწყო და. დაგველოდები? ბიჭო, არა მე ქალაქში ვარ, უეჭველი ხა წასასვლელი რა. უჩვენოთ ხომშვიდობა. ძველმა ნაცომა დამირეკა ერთი რა სიჯი იცნობდა მაგას მე და სიჯი ტუალეტში უვარდით ერთხელ. რა ქენით? არაფერი რა და ქალაქში ვარ წასასვლელი, მოკლედ თქვენ ეს მანი დატვირთეთ, მეორე ურალიც მოიყვანეთ ისის დატვირთეთ.
იმ ბოინგთან ტყუილად არ მივიყვანეთ, იმიტომ რომ ის ბოინგი რავი ალბათ უნდა დავშალო და ჩაავაბაროთ აწენ, იმიტომ რომ ვერ დავზრავთ. რა პუნჩი? შანსი არა, ძმაო, გაჭედილია ხეებში, ვერ აფრინდება იქიდან რა. იტი ხავს. კაი. მაშინ მაგას დავტვირთო და რამე მოიფიქრე რა. კაი, რამეს მოვიფიქრე, მე ან წყალქვეშა რაღაცას დავითრე, რომ ესენი დავაყენოზეთ, რავი, აზე არა ვართ, აწერეთ კომენტარებში, როგორ შეიძლება აქედან ეს ოქროულობა წავიღოთ, ანუ არ ვიცი რა. კაი, მოკლედ მინდი აბა. წავედი მოდი ახლა მე ამ CLS-ი რა გაიყო, მე-7 სერიით დავგაზავ სანმე უახლოეს, თვითფრინავავ, ის თვითფრინავი კი ამიფეთქ დავუკვეთ ვარ და აეროპორტში ჩავალ და იქიდან, მაგრამ აეროპორტში რა ყენია? არის კაცო კუკურუზნიკების მეტი რა არის, დავაი, ახშენი. დავაწექით აბა. მივამტვრიე ბიჭო, გადაო. კაი, რა ცოტა ზეგან არ გავიტანე, კაცო ყოველ ჯერზე კეთდება თავისთვის. მინდი რამე სამე თვითფრინავი გაიცითე რა, რამე არაყენია ეხა ამ კონტროლზე დავიჯერო, არა, ეს ერთი პატარა აგვიფეთქდა, კაი, ჯანდაბას. მინდი, კიდე რაღაცა იქნება ხა დარწმუნებული ვარ სადმე. ხვეწები რა, მინდი რა. აქეთაც არაფერი, არც აქეთ ხო? არცად არაფერი, კაი რა ბიჭო რა. ყველა კარტელი, ბიჭო, აი ეს კარტელის ხელწერა ხო ქონდა იმას. ფაველებში მოგვიწევს ჩასვლა რა. ბრაზილიაში მოგვიწევს ჯეტია ხუთში რო წავიდეთ. დაწერეთ კომენტარებში წავიდეთ თუ არა. მაგრამ შური უნდა ვიდეოს, უეჭველი წასულები ვარ ბრაზილიაში. ამიტომ ავუყანთ ეს 10,000 ლაიქ. ვახ, ლაიქზე რო მალე. ჰა? წამოხვალ ჰა. ლუკა იზახის ეკიდან წამოვალო მეც ბრაზილიაში. კარგაშაც აქ არის. შენს მოდი ხარ? კარგაშაც მოდით ბრაზილიაში. ხარაშო, მაშინ მაგათი არხებიც გამოიწერეთ, რომ წამოვყნე ბრაზილიაში რა, იქ ფაველებში. ჩიკიტას. ბიჭო, თვითფრინავი რამე არაყენია, რითიც შეიძლება წავიდე რა იყო, ჩემი ერთი ცალი იყო და ისიც ავაფეთქე რა, უბედურება. მომიწოს აქ პატარ-პატარ თვითფრინავების ყიდვა მე ვატყობ. ათ ისეთი სუნი დგას და ისეთი პერი უჩანს ამას. მოვედი უკვე ძმა აეროპორტში აღარ მინდა არაფერი, კაი. არც აქ. ერთადერთი პატარა თვითფრინავი იყო კონტროლზე და ეგეც ავაფეთქე, რანაირად მოვახერხეთო. იმხელა ბოინგი დავსვი და პატარა თვითფრინავი ვერ დავსვი აეროპორტში, ჩემი კაი. არც აქ არ არის რამე. აუ, ჩემი გავიჭედე ბიჭო ამ კონტროლზე. ბოლო შანსი იქით მაინც ეყენოს რაღაცა. კაი, ბომბდამშენები კი აყენე არა და აგერტო, რას ვერჩი მაგას. დაიაგერტო, კიდე კაი, გადავრჩით. მაგ ბოლოში მაინც ყოფილი ერთ წელი დაყენებული რა. ჩვენი დიდი თვითფრინავი ეყენოს, იქ მაინც აზრი არა აქვს. ეს გონი ადრე ეპიზოდებში მახსოვს აქ რო ეყენა ხოლმე. დავაი, გაგვიმართლა. ესეთი პატარა თვითფრინავები საყიდი გვაქვს რა, როგორც წეგან თქვი გადასაადგილებლად, დავაი, გავგაზეთ ახლა. მაიკლს გაიგე იქ რა უჭერს, იმიტომ რომ ეგრე რო გვიბარებს თან ისის რა თემებზე. აუ რა, კარგად. ვახ, არა ვაფეთქო. შენი. მე გადავები ერთ ვიდეოში ორიავეა კატასტროფა, ვის გაუგია და ძაღლის ბედი აქვს ფრანკლის იმენა ორივედან მოვასწარე გადმოხტო. აი ხარა ჯანდაბით გავფრინდეთო. აუ გეხვეწები ოღონდ ხა გარში მაინც იყოს რაღაც დაყენებული რა იყო ბიჭო. ხამის პირველი საათი მომენტ ახლა ვიდეოს რო ვიღე და მეტყობა ვეღარ ვატარებ უკვე თვითფრინავებს. ამენტი ხა ძმა გეხვეწები ანგარში მაინც იყოს რაღაცა დაყენებული და არ მინდა არაფერი ეს ტანკები ვის რა ჯანდაბად უნდა აქთო ნახე რას გავს. უარ გადაობა აი ძმო. აქედან დაგეტელია ბედი მესმის. რაღაცა ფთა დავინახე აქეთ. შეგენაცვალე რა მთელი კონსოლი მოვიარე ვერაფერი არ იყო და აგერ აქ გავაძრე ერთი არა ორი კაი თვითფრინავი და მე დონქსა ეს მაინც ჩამიყვანს ქალაქამდე რა. მე ჩემო ბიჭო დაიფოქე. ნუ მომენტ ეს ჩამიყვანს ქალაქამდე კი არა მე ჩავიყვანი მედია ქალაქამდე. წამოვედით ესე ფრთხილად. ნახე ეგრევე გავარტყე აქ რაღაცას და წავიდა. მიდი აფრინდი დახურე შასი. წავედით, შო აღარ მინდა აქ ხატრიუკები და მარყუშები უკვე, შო. დავაი დავაწექით. და რა მიკვირს იცით? აი ჩემ კონსულთან ახლოს რატო არის ამერიკის შეერთებული შტატების რაღაც ეს სამხედრო ლაინერი აქ რო დგას. ნეტყვილად არ იდგება ბიჭო, რაღაცისთვის ემზადებიან. თან ხო გავიგეთ რომ სიჯი შეიძლება რაღაც სამხედრო ბაზაზე ყავდეთ. საინტერესოა დაწერეთ კომენტარებში რატო შეიძლება ედგეს ეს აქ. საუკეთესო კომენტარის ავტორს კიდე რა ვიცი, დავასაჩუქრებთ რა. დავაწექი ხალ ქალაქისკენ. რა ხდებათო? რა მოხდა დედას პიცა ვარ? აუ გეხვეწები იქამდე მაინც მივაღწიო. რა მოხდათო? ჰაერში რა პონჩი ამიფეთქდა ბიჭო თვითფრინავი რა ხდება დღევანდელ ვიდეოში გამარკვიეთ რა. აუ გეხვეწები იქამდე მივაღწიო რა და მე იქ შეიძლება რაღაცა გამიმართლოს, მაგრამ არა იმენა ეხა ცურვით მომიწევს იქ მისვლა და
დამერხა იმენა. კაი რა ბიჭო, დღევანდელ ვიდეოში ღამის პირველ საათზე რებ ჩალენჯობს შემი. დაგაზე ფრანკლინ, დაგაზე რა. პროსტა ახლა თავარი იცით რა არის, აქ რო ავალ, როგორღაც ისე შევიპარო თვითფრინავებთან, ზევით რო აყენია რა. კიდე კაი ეს აქ აყენია, რაღაც ისე მომაც ხوار მესულეს ოფში რა კიდე. თავის მონჩი რატო აფეთქდა თვითფრინავით აო. თეკო მონტაჟისას ეგ კადრი მაინც ჩამივსვი აფეთქების უეჭველი, დავლუცროსო და მაგას მე ამოუჭრი მე. აქედან ვერსად ვერ ავდივარ ძალიან ცუდი ჯერჯობით არა. ბიჭო რაღაცა მიტოვებულ გემს გავსე ეს წინაზეც აქ არავინ არ იყო, პროსტა აგვიკიდე პოლიცია. მათ სულები რო არიან, ხო იცი, აი მიტოვებულ რაღაც ბერმუდის სამკუთხედში გაჭედილი გემები რო არიან, ეგეც გავს რა. დავაი ძმო, შემოცოლეთ აგერ შეგნით და იმედი მაქვს აქედან ავალ ვახ, მაგარი ტროპი მისცა FPS-მა, მაგრამ არა უშავს. მიდი, იარაღს ავიღებ ყოველ შემთხვევისთვის. ვაუ. ძერსკი ტერიტორია არის ძმო, მაგრამ არავინ არ ჩანს. აქედან ზევით ვერ ავალ. არა, ეს სხვა ადგილია. რა ადგილია ვაფშე ესა თქო? აი ეგერ არ ეკრა. თუ აქედან უნდა ავიდე, ვეღარ გავიგე უკვე საიდან უნდა ავიდე ზევით. აი აქაც არის რაღაც. მიდი რა. არა, აქედან ისე უკან გამოვდივარ. მეორე სართულზე. მესამეზე ვერა ვალ. აუ ბიჭო, რა დგინდა, ამდენი ლაბირინთები პირდაპირ ერთი კიბე მიამაგარი, რა თვითონ რანაირად იგებენ კი, მაგრამ ზევით ასასვლელს. აი არის ეგერ პრინციპში კიბე. მაგრამ აქედან სადღავალ ვინ იცის, აი აქედან შემოვით აქ ხა ისევ აქ გამოვიდით. კაი ბიჭო, რა იყო თოს რანაირად ავიდე ზევით. რატო არ არის ამ გემზე არავინტო? ტელეფონი არის ჭერს? სარი არავისთან არ გადის ხატაო. ცოტა რაღაც უცნაურობასთან გვაქვს საქმე. მიდი აქედან მაინც შევიდეთ სადმე. ბიჭო, რეებს ვაკეთებდო? გადი ძმა აქედან, არა აქედან ვერ გავდივართ, ვერც აქედან ხო ვერა. აქედანაც ვერც ვერ გავდივართ. გავიჭედე. აქედან სად გავდივარ? არც პროსტა კრუგებს ვურტყავ. ხადაო ბიჭო, ეს რა ჯანდაბა ხდება აქ? თუ ან რატო არის ეს გემი ესე შუაგზაში? კი არა ზღვაში. ზევით რანაირად დავიდე ბიჭო, კაი, რა კიბე არა გაქვთ რამე? დაიცაბა ერთი ამას დავეტაკო და სად ვარ? აი всё, გაჭედილი აქვს ამ გემზე რაღაცას, მაგრამ კაციშვილი არა, რაკეტები, ტექნიკა, ყველაფერი არის. აბა ერთ თვითფრინავში ჩავშდით. თვითფრინავი დგას, რაც ყველაზე მთავარია, მაგით შეგვიძლია ქალაქს ჩავიდეთ. გავიხედათ თვითფრინავი დგას. ცოტა რაღაც ძმა უცნაური ვიდეო კი გამოგდის, მაგრამ რა გავაკეთო ეხლა რაღაც ანომალიურ მოვლენებთან გვაქვს ამ კონსოლთან მიმართებაში საქმე. დავაი დავждე თამაში. ნუ ეხლა ეს თვითფრინავი ისე ავიღე, ეხლა ისე ადვილად რა, რაღაც გაჭედილი აქვს აშკარად, ნუ ჰაერში ამიფეთქდა ჩემი თვითფრინავიც. ეს თვითფრინავი ჩათვალეთ რომ ბლეკ მამბასი არ არის, პროსტა ეხლა თავის გადასარჩენად ვიღებთ რა, რომ ეპიზოდი არ ჩაიშალოს თორე. ვა. აი კიდე რაღაც დაბლა მიდიოდა ეგრევე. არ ვიცი. ჯირას ნიშნავს, არ ვიცი. ნიტრო როგორ არის? ასე არა, ნიტრო, არა, ეს არის. ვა, აი კიდე. რა ხდება თო? ვინმე ამიხსნის რა ხდება და რას ვაკეთებ? აქ. აბა გადავიდე. ამ დღევანდელი ეპიზოდი არ არის. დღევანდელი ეპიზოდი რა არის, არ ვიცი. აშკარად ცაში რაღაც არის. რასაც წეგან რომ მივუახლოვდით. ბიჭო, ცაში დავდივარ თო. What? ერთამ. ეს რა არის თო? First person-ს როთო ვეგირთვება. ცაში არის აშკარად რაღაც, რასაც დავეტაკე, აი ვერ მივდივარ ფიზიკურად ვერსად, აი. გავიჭედე შიგნით. და ვეღარ გავდივარ. ეს რა არის, ბიჭო? ხო არ გადავდო, ეს სადავარ, დავიჯერო სიჯი უცხოპანდა მოიპარეს და რა ვიცი, მეც აქ რაღაც გამაჩინეს, ვერ გავიგე, რა არის ეს? ხალხი დახატულია, არავინ არ არის ნამდვილი. აქაც რაღაც დაჭუჭული მანქანები ხატია. აი first person-ით არა. ჩვეულებრივით ჩანს. ხო არ გადავ ბიჭო, ეს სადავართ, რა ხდება, გამარკვიეთ რა თუ შეიძლება. აქ ვერა ვალ. ადი რა ძმა. ადი მიდი აბა, მიდი. აქ ვერ ავდივართ. დღევანდელი ვიდეოს სამწუხაროდ ესე გაჩერება მიწევს, რა ხდება მეც არ ვიცი, ტელეფონის არ იჭერს, ხო? არა, აქ დაჟე ტელეფონს ვერ ვიღებ. კომენტარებში დაწერით რა შეიძლება ხდებოდა ეს ამ უპატრონო ეპიზოდში, იმიტომ რომ ხა მან გამაჭიტინე რასაც ქვია, დავამტრო ხალხაურობას. გადახტი ძმა, აქიდან გადახტი. გავიჭედე ამ უპატრონო რაღაც მატრიცაში ვარ, მგონი რომ მატრიცამ გაჭედა. ანუ ხო მატრიცის გლიჩია რაღაც. კაროჩე რა. მაგრამ მომდენო ვიდეოში საიდან გავიდე აქედან ერთზე გავიცი. მაგრამ მომაფიქრებინეთ რაღაცა რა.